მე ვარ მირანდა კაპანაძე, 18 წლის თავისუფალი სტილით მოჭიდავე. გამარჯობა, მე ვარ ნინო სამხარაძე, მოჭიდავე. მე ვარ მარიამ გრიგალაშვილი, 22 წლის მოჭიდავე. მე ვარ თეონა მეგენეიშვილი, 19 წლის მოჭიდავე. მე ვარ ნინი ციცვიძე, 18 წლის მოჭიდავე. გამარჯობა, მე თამარა იქისანიშვილი ვარ და 18 წლის. მე ვარ მაია შავაძე, მე ვარ მოჭიდავე და 14 წლისა ვარ. ესე გუჩაშვილი, საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ჭიდაობას დადიოდნენ ჩემი ძმები და სრული გამიჩნდა, რომ მეც მელო. ჩემი მამა სამწლის მსოფლიოს ჩემპიონია და მეც მომწონდა ჭიდაობა და იმიტომ დავიწყე. ჭიდაობაზე სიარული დავიწყე ჩემ ძმასთან ერთად, ის ვარჯიშობდა თავისუფალ ჭიდაობაზე და აქედან გამომდინარე მეც მოვიხიბლე და გადავწყვიტე წავყოლოდი ვარჯიშზე. ჩემ ოჯახში ტრადიცია არ ყოფილა ჭიდაობა, ასე ვთქვათ, მე და ჩემმა ძმამ დავიწყეთ ჩვენი ოჯახიდან ჭიდაობა. პირველი ჯუჯიცუზე გავიქეთე. მინდოდა როდის high school-ზე წავიდე, სპორტზე მინდოდა ჭიდაობა იყო. აი ჩემი მამა MMA-ზე გავიქეთა და კიდეც karate და უნდა მეც გავიქეთე. ჩემი კლასელი იყო მირანდა კაპანაძე, ევროპის ჩემპიონი, ჭიდაობდა ის და მისი კიდევ ჭიდაობდნენ ბიჭი კლასელებიც და მათი გადაწყვეტილებით და დაჟინებით მეც დავიწყე ჭიდაობა. ოჯახში პირველი მოჭიდავე ვარ მე. ბავშვებიდან მქონდა გაგებული, რომ ჩვენი მწვრთნელი იყო ძალიან მკაცრი. ამის გამო იკავებდა თავს, მაგრამ რადგანაც მე დავდიოდი და ერთმანეთთან საუკეთესო მეგობრები ვიყავით და დაქალავდით, დავითანხმეთ და წამოვიდა ჩემთან ერთად. როდესაც გაიცნო შემდეგ უკვე ჩვენი პირადი მწვრთნელი ოთარ ჯავაშვილი და ჩვენი მეორე მწვრთნელი თაკო სამხარაძე, იმდენად საყვარლები და კარგები იყვნენ, რომ მასაც შეუყვარდა და დარჩა ჭიდაობაში. ერთმანეთში გიწევთ ჭიდაობა? კი, ხშირად. როგორ მიდის მერე? გააჩნია რომელი ხასიათზე ვართ. იმის მიხედვით უფრო ძალიან დაძაბული ბრძოლა გვაქვს ხოლმე. დიდი ხნის უკან გოგოები წავედით უბრალოდ საყურებლად და მომეწონა დამინტერესდი და შემოვედი. მაგარი ხასიათი ყველაზე მთავარია. შეიძლება ხასიათმა აჯობოს ტექნიკას. მე არ მაქვს კარგი ხასიათი, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვცდილობ რომ გადავლახო და ძლიერი ხასიათი მქონდეს. ხასიათი. თუ გჯერა შენი თავის რომ შეხვედრას მოიგებ, დიდი ალბათობით მოიგებ და თუ იმ გაწყობით ხარ შესული რომ არ ვიცი რას ვიზამ, მე მგონი ვაგებ, ნამდვილად წააგებ. რა თქმა უნდა ხასიათი. ხასიათი, მონდომება, მოგების სურვილი და რა თქმა უნდა შრომა ყოველთვის საჭიროა. უამრავი შრომა იმალება ამ შედეგების უკან და დავჯდებით ხოლმე და გოგოებთან გვაქვს ლაპარაკი, კომუნიკაცია. არიან გოგოები 10-15 კილომეტრი უწევთ ყოველ დღე რეგიონიდან სავარჯიშო დარბაზამდე რომ მივიდნენ მივარჯიშოს და მერე უკან წავიდნენ. არიან რომ რამდენიმე ტრანსპორტში ცვლიან და აი კიდე იმას აღნიშნავს რომ როგორ უნდათ და როგორი მონდომებულიები არიან. ძალიან კარგი განცდა იყო, ძალიან კარგი შეგრძნება იყო, როცა პირველი ქალი ხარ ქვეყანაში, რომელმაც მსოფლიოზე აიღო ბრინჯაოს медаლი. საოცარი შეგრძნება იყო, მაგრამ ეს გააზრების მომენტი უფრო გვიან მოვიდა, ვიდრე მაშინვე რომ ნამდვილად მოვიგე, ამჯეროდა ჩემი თავის რომ ეს ნამდვილად შევწევი. ძალიან მიხარია და რომ მოვიგე და კარგად მოვემზადე. ცოტა ნერვიულობაც იყო, მაგრამ დიდად გარკვეული არ ვიყავი და უფრო კარგად ვჭიდაობდი, უშიშრად. მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა მოიტანა ნერვიულობაც. ძალიან ცოტა დამაკლდა მესამე ადგილისათვის. რასაც მომავალში გამოვასწორებ იმედია. ჩემი ოჯახი და ჩემი საუკეთესო მეგობრები. ნინი და ანი. გოგოები უფრო კარგად მქონაგობენ. მამა ჩემი. ყველაზე ძალიან ისპალეში ყავს. მამა. შეჯიბრებებზე ვერ დადის, მაგრამ უფრო ვიდეოებს ყურობენ და ისე გულშემატკივრობენ.
მიზანია ოლიმპიადაზე გასვლა და იქაც რა თქმა უნდა შედეგის გაკეთება. მე მინდა რომ გავხდე ოლიმპიადის ჩემპიონი და საფრთხის ჩემპიონი. ყველაზე დიდი მიზანი და ოცნება ალბათ როგორც უამრავი სპორტსმენისთვის რა თქმა უნდა ოლიმპიური მედალია. რა თქმა უნდა, უფრო მეტი წარმატება მინდა მივაღწიო, შემდეგ ევროპა, მსოფლიო და რავი, ნახოთ აბა. ჯერ ევროპა და მსოფლიო და შემდეგ აუცილებლად ოლიმპიადა. ნუ ყველა სპორტსმენისთვის ოლიმპიური ჩემპიონობა როგორც ჯარისკაცისთვის გენერლობა არის ეგრეა. ერთ-ერთი მოჭიდავია მავლეთ ბატიროვი, ოლიმპიური ოგზის ჩემპიონია, ძალიან კარგი ტექნიკის გამოირჩევა და ძალიან მომწონს მისი ჭიდაობა. გენო პეტრიაშვილი. გენო პეტრიაშვილი. ძალიან ჭკვიანი მოჭიდავია. ეგრე კონკრეტულად არავინ ყავს გამოყოფით, მაგრამ ძალიან ბევრი ქართველი წარმატებული სპორტსმენი ყავს, ვისაც მინდა რომ მივბაძო და მათსავე წარმატებული იყო მეც. ერთს ვერ გამოვყოფ, ძალიან ბევრი ყავს. ჭიდაობა ვარ ბოქსი მიყვარს ძალიან და ალბათ ბოქსიორი ვიქნებოდი. ბოქს. ხო, იუდო მიყვარს, მაგრამ არ ვაკეთებ. მიყვარს რომ ჭიდაობ და შემოდი ვარ ბოლომდე მხარჯავ ენერგიას. ეხლა ვემზადებით მსოფლიო ჩემპიონატისთვის 20 წამდელთა შორის. ბიჭებთანაც ვარჯიშობს. ბიჭებთან ხშირად გვაქვს ვარჯიშები, ხშირად ვარჯიშებით, მაგრამ დიდად არ სიამოვნებს ჩვენთან ვარჯიში. ძალიან ამაყად ვართ, როდესაც ბიჭს ვუგებთ და ქულას ვუკეთებთ. მაგრამ მათ დიდად არ ვხარიათ. ჩემი საყვარელი ილეთი არის წისქვილი. უფრო დამოკიდებულია როგორ განწყობაზე ვარ. ხანდახან ვნერვულობ, ხან ძალიან თავისუფლად ვარ და ლეებზე შესვლამდე ყოველთვის ხურდები ხოლმე და ხშირად არც მაქვს დრო რომ ვნერვულო და ლეებზე ფეხის შედგმა არის ადრენალინის მომცემი, უკვე იქ სხვა გზნობა არის და როცა წრეში აბიჯებ, უკვე მზად უნდა იყო მოწინააღმდეგესთან შეხვედრისთვის. რა თქმა უნდა, მეც ნერვიულო მეც დაძაბული ვარ, მაგრამ ვცდილობ რომ არ შევიმჩნიო რომ დადებითი მუხტი მივცე როცა მწვერს ხედავენ რომ ნერვიულობს რაღაც იმაში გადამდებია და მე თვითონ რაღაც იმაში დაძაბული ვარ ნერვიულობ, მაგრამ ვცდილობ ხოლმე არ შევცვლო და არის საჭირო გვიწევს ხოლმე რაღაც განწყობის წინ შეხვედრის წინ რაღაც განწყობით ლაპარაკები. ძირითადი ყველაზე რთული ნაწილი გავლილი გვაქვს და საძირკველი არის და მარტო საძირკველი არა, უკვე ბევრად წავედით. უბრალოდ რომ შენარჩუნდეს და რომ განვითარდეს კიდე ეროვნულ გუნდშიც რომ ერთ-ერთი ღირსეულად გამოვიდეთ სოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, გვერდში დგომაა საჭირო. ჩვენ ახლა რაოდენობით რომ ცოტანი არიან მომავალ წლიდან ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო შეკრებებზე სხვადასხვა გუნდები რო არიან, მან ჩავერთოთ, რომ უფრო მეტი გამოცდილება მიიღონ. რა თქმა უნდა, იმასაც ვცვლებს, რომ აიყვანონ მეტი გოგუები, რომ ბევრი თავს იკავებენ, მაინც რომ გოგუები არიან და ეგ კიდევ ვანახეთ ყველას, რომ გოგუებთანაც შეიძლება მუშაობა და შედეგის მიღწევა. ნუ ძირითადად ეს შეიძლება ახლა მარტო ჩემი არა, ყველა აქ ვინც არის იმ გოგოს ოცნება, რომ დიდების გუნდში რა თქმა უნდა ოლიმპიური, სოფლიო და ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ამ ოცნებებში რაც შეგვიძლია, პირადად მე ყველა გვერდში ვდგევარ და იმედია მივახცევთ ამ ოცნებას.